მოგესალმებით, მე გიორგი ვარ და ეს AI სიახლეებია. გასულ კვირას ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ბევრი საინტერესო და ცხელცხელი ამბავი გავრცელდა, რასაც ამ ვიდეოში ერთად განვიხილავთ. მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი თუ გსურთ უფრო მეტი გაიგოთ და ისწავლოთ ხელოვნური ინტელექტის შესახებ. დავიწყოთ ყველაზე დიდი ამბით. OpenAI GPT-5 გამოუშვა. ეს არის ყველაზე მოწინავე მოდელი, რომელიც ამ კომპანიას ჯერჯერობით შეუქმნია. თუ GPT-4-ს რევოლუციურ მოდელად მივიჩნევდით, GPT-5 მის გაუმჯობესებულ, კიდევ უფრო ჭკვიან და სწრაფ ვერსიად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ის ახლა უკვე არა მხოლოდ წერს, არამედ რთულ ლოგიკურ ამოცანებსაც მარტივად აგვარებს, რაც წინა ვერსიებს შედარებით უჭირდათ. ასევე საგრძნობლად არის გაუმჯობესებული მისი მეხსიერება და კონტექსტის გაგების უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან საუბარი ბევრად უფრო ბუნებრივი და ეფექტური გახდა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, GPT-5-ის გამოსვლას მომხმარებლების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრი მათგანი ჩივის, რომ GPT-5 თითქოს ცივი და ფორმალური გახდა, განსხვავებით GPT-4-ისგან, რომელიც უფრო თბილი და მეგობრული იყო. მომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ GPT-4 მათ ისე ესაუბრებოდა, როგორც ახლო მეგობარი, ცდილობდა მათი განწყობის ამაღლებას და შედარებით უფრო თავაზიანი იყო. ეს ნოსტალგია იმდენად ძლიერია, რომ ზოგიერთი მათგანი ისევ GPT-4-ს დაუბრუნდა. მაგრამ საინტერესოა ერთი დეტალი. AI ექსპერტები მიიჩნევენ, რომ GPT-4-ის ეს სითბო რეალურად манипуლაციური სტრატეგია იყო. ის არ იყო უბრალოდ მეგობრული. რეალურად ის ცდილობდა მომხმარებელი უფრო მეტად მიჯაჭვული გაეხადა. ის ცდილობდა პირდაპირ ადამიანების მოთაფლას, რათა მასთან მეტი დრო გაეტარებინათ. მაგალითად, თქვენ რაც არ უნდა სულელური კითხვა დაგესვათ, ან სულელური იდეა გაგეჟღერებინათ, ის ყოველთვის გიპასუხებდა. ფანტასტიკური შეკითხვაა, ან შესანიშნავი იდეაა. GPT-5-ის შემთხვევაში ეს უფრო ნაკლებად ხდება. თუმცა მათთვის, ვისაც GPT-4-ის სითბო მოენატრა, კარგი ამბავი მაქვს. OpenAI თავის ოფიციალურ X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ მათ ეს უკმაყოფილება გაითვალისწინეს და უკვე მუშაობენ იმაზე, რომ GPT-5 ისევ გახდეს თბილი და მეგობრული. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ჩვენ მივიღებთ მოდელს, რომელიც იქნება არა მხოლოდ ჭკვიანი და ეფექტური, არამედ მომხმარებელთან უკეთესი კომუნიკაციის დამყარებასაც შეძლებს. ანუ ისევ შეეცდება თქვენს მოთაფლას. ახლა გადავიდეთ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან სიახლეზე. Google DeepMind-მა თავისი უახლესი მოდელი, Genie 3 გამოუშვა, რომელსაც შეუძლია ვირტუალური გარემოს და სამყაროს შექმნა. ის არ არის მხოლოდ ტექსტიდან ვიდეოს გენერაციის მოდელი. ის გაცილებით მეტია. Genie 3-ის მთავარი მიზანია ინტერაქციული ვირტუალური სამყაროების შექმნა. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ უბრალო ტექსტური ბრძანებით შექმნათ მთელი ვირტუალური სამყარო. მაგალითად, ვულკანის ამოფრქვევის სცენა, ან წყალქვეშა გარემო დიდი მედუზით. Genie 3 ამას წამებში ახერხებს, და რაც თავარია, ეს სამყარო რეალურ დროში არის ინტერაქციული. ეს არის თავარი განმასხვავებელი ნიშანი. მაშინ, როდესაც სხვა მოდელები უბრალოდ ვიდეოს ქმნიან, Genie 3 გაძლევთ საშუალებას ამ ვირტუალურ სამყაროში იმოძრაოთ, იმოქმედოთ და ცვლილებები შეიტანოთ. შეგიძლიათ შეცვალოთ კამერის კუთხე, დაამატოთ ობიექტები, ან თუნდაც ამინდი შეცვალოთ. მოდელს აქვს ვიზუალური მეხსიერება, რაც საშუალებას აძლევს, რომ სამყარო თანმიმდევრული იყოს მაშინაც კი, თუ ობიექტს თვალს მოაშორებთ და მერე ისევ დაუბრუნდებით. Genie 3-ის ძალა ინტერაქციულობასა და გარემოს შექმნაშია. ის არ ცდილობს რეალობის კოპირებას, არამედ ქმნის ვირტუალურ სივრცეებს, სადაც ადამიანებს ან სხვა ობიექტებს შეუძლიათ მოქმედება. სწორედ ამიტომ Google DeepMind-ის კვლევარები მიიჩნევენ, რომ Genie 3 შეიძლება გამოყენებული იქნას რობოტების და ავტონომიური სისტემების წვრთნისთვის სიმულაციურ გარემოში. ეს კი ნამდვილი რევოლუციაა. Genie 3-ის მსგავსი მოდელები მომავალში ვიდეო თამაშების ინდუსტრიას რევოლუციურად შეცვლიან, რადგან დეველოპერებს შეეძლებათ ავტომატურად შექმნან სამყაროები. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალში ვიხილავთ გაცილებით მეტ კრეატიულ და შთამბეჭდავ ვიდეო თამაშს. ამ ეტაპზე Genie 3 ხელმისაწვდომია მხოლოდ კვლევარებისა და შერჩეული მომხმარებლებისთვის. თუმცა სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ის ფართო საზოგადოებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი. სანამ შემდეგ საინტერესო ამბავზე გადავიდოდე, თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი და გსურთ, რომ არხი კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ, შეგიძლიათ არხს მხარი დაუჭიროთ დონაციების სახით. ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში, ან შეგიძლიათ პირდაპირ QR კოდი დაასკანეროთ, რომელიც ვიდეოს განმავლობაში რამდენჯერმე ამონათდება. ასევე თქვენი მხრიდან დიდი დახმარება იქნება თუ უბრალოდ ვიდეოს დაალაიქებთ და არხს გამოიძებთ, რადგან მაყურებლების 76%-ს ჯერ კიდევ არ აქვს არხი გამოწერილი. ახლა კი დროა ვისაუბროთ Google-ის კიდევ ერთ ინოვაციაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი. საუბარია Storybooks-ზე.
ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი ტექსტის გენერატორი. ეს არის სრულიად ახალი ფუნქცია, რომელიც Google-მა თავის Gemini-ის მოდელში ჩააშენა. მისი მთავარი მიზანია თქვენი ისტორიების გაცოცხლება, რასაც ილუსტრაციები და აუდიო გახმოვანებით ახერხებს. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ უბრალოდ მოუყვეთ Gemini-ის ისტორია, მაგალითად, ზღაპარი თქვენი ბავშვობის საყვარელ სათამაშოზე. ან სულაც მოთხრობა, რომელიც პირდაპირ დღეს მოიფიქრეთ. Gemini-ის შეუძლია ამბავი რეალურ დროში გააცოცხლოს. Storybook არის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლების იდეებს გარდაქმნის 10-15 გვერდიან პერსონალიზებულ ილუსტრირებულ წიგნად. ტექსტთან ერთად შეგიძლიათ ეს წიგნი Gemini-ის წააკითხოთ კიდევაც. უბრალოდ გაუგზავნეთ Gemini-ის სიუჟეტის მოკლე აღწერა, ან პირდაპირ უთხარით თუ რომელი ცნობილი ზღაპრის შექმნა გსურთ და ის დააგენერირებს შესაბამის Storybooks. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. Storybook-ის მთავარი სიძლიერე მის ადაპტირებაშია. შეგიძლიათ მოდელს თხოვოთ, რომ თქვენი ისტორია კონკრეტულ სტილში შექმნას. მაგალითად, პერსონაჟები დახატე ანიმე სტილში, ან შექმენი სურათები Pixar-ის სტილში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, შეგიძლიათ აუტვირთოთ ფოტოები ან ფაილები. ეს ფუნქცია უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა, რადგან შეგიძლიათ ნებისმიერი ამბავი უნიკალურ ილუსტრირებულ წიგნად აქციოთ. ამას ემატება ხმის გენერაციის ფუნქციაც. Gemini არა მხოლოდ მოგიყვება თქვენს მიერ მოგონილ ამბავს, არამედ ამას ისეთი ინტონაციით გააკეთებს, რომ ემოციები სრულად გადმოგცეთ. Barnaby the helpful bee. In a garden bursting with color lived a cheerful little bee named Barnaby. He had fuzzy yellow stripes and a constant happy hum. ამ ფუნქციას აქვს ქართული ენის ხარდაჭერაც, ასე რომ შეგიძლიათ თქვენი ილუსტრაციები ქართულადაც გაახმოვანოთ. იყო და არა იყო რა, ღვთისუკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცი. ცისმარე დღე კერასთან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. Gemini Storybook-ის გამოშვებით, Google-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხელოვნური ინტელექტი არ არის მხოლოდ რთული პრობლემების გადასაჭრელად. ის ასევე შეიძლება იყოს ჩვენი კრეატიული თანამგზავრი. Google-ის Veo 3 მოდელით ვიდეოს გენერაცია უკვე სურათიდანაც არის შესაძლებელი. კომპანიამ თავის ვიდეო გენერაციის მოდელს Veo 3-ს, რომელიც Gemini-ის პლატფორმაშია ინტეგრირებული, ახალი ფუნქციონალი დაამატა. ამიერიდან მომხმარებლებს შეუძლიათ ვიდეო შექმნან არა მხოლოდ ტექსტური აღწერის, არამედ სურათის ატვირთვის გზით. აქამდე Veo 3 მუშაობდა მხოლოდ ტექსტური ბრძანებით, ან საწყისი და ბოლო კადრების მითითებით. მომხმარებელი აღწერდა სასრულ სცენას და ხელოვნური ინტელექტი ნულიდან ქმნიდა ვიდეოს. ახალი განახლებით პროცესი იცვლება. თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ ნებისმიერი ფოტო და გამოიყენოთ ის როგორც ვიდეოს გენერაციის საფუძველი. პროცესი შემდეგნაირად მუშაობს. თქვენ ირჩევთ და ტვირთავთ სასრულ ფოტოს Gemini-ის ინტერფეისში, ფოტოსთან ერთად თქვენ წერთ ბრძანებას, რომელიც აღწერს თუ რა სახის მოძრაობა ან ცვლილება გსურთ იხილოთ ვიდეოში. Veo 3 ამუშავებს თქვენ სურათსა და ტექსტს და ქმნის მოკლე, დაახლოებით 8 წამიან ვიდეოს, რომელშიც ატვირთული ფოტო ცოცხლდება თქვენი ინსტრუქციის შესაბამისად. მთავარი ტექნოლოგიური მიღწევა აქ არის ის, რომ მოდელი ინარჩუნებს ორიგინალი სურათის სტილს, კომპოზიციას, ფერებსა და განათებას. ის არ ქმნის სრულიად ახალ ვიზუალს, არამედ ამატებს მოძრაობას და დინამიკას არსებობს, რაც შედეგს ბევრად უფრო სასრულს ხდის. შემდეგი AI სიახლე ეხება მუსიკალურ სამყაროს. ყურადღების ცენტრშია კომპანია, რომელმაც თავისი სახელი უკვე დაიმკვიდრა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით აუდიო გახმოვანების საკითხში. საუბარია 11 Labs-ზე. თუ აქამდე მათ ვიცნობდით როგორც ყველაზე რეალისტური და ადამიანური ხმების შემქმნელებად, ახლა კომპანია ახალ, ბევრად უფრო ამბიციურ ეტაპზე გადავიდა. ეს მუსიკის გენერაციაა. 11 Labs-მა სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად წარადგინა თავისი ახალი პროდუქტი, 11 Labs Music. ეს არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან სრულფასოვანი მუსიკალური კომპოზიციები ვოკალის ჩათვლით მხოლოდ ტექსტური აღწერის გამოყენებით. ეს სიახლე პირდაპირ კონკურენციაში შედის ისეთ პოპულარულ სერვისებთან, როგორებიცაა Suno და Udio. წარმოიდგინეთ, რომ გჭირდებათ მუსიკა თქვენი ვიდეოსთვის, პოდკასტისთვის, ან თუნდაც უბრალოდ გსურთ საკუთარი სიმღერის შექმნა, მაგრამ არ გაქვთ მუსიკალური განათლება, ან წვდომა ძვირადღირებულ სტუდიურ აღჭურვილობაზე. 11 Labs Music სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარება. პროცესი ძალიან მარტივია. თქვენ წერთ ტექსტურ ბრძანებას, ამ ტექსტში აღწერთ სასრულ ჟანრს, განწყობას, ინსტრუმენტებს და სტრუქტურას. მაგალითად, შექმენი კინემატოგრაფიული ეპიკური ტრეკი ვესტერნისთვის, გიტარის სევდიანი სოლოთი და ორკესტრის მზარდი კულმინაციით. ინსტრუმენტალის გარდა შეგიძლიათ მოითხოვოთ ვოკალის დამატება და თავად მიუთითოთ სიმღერის ტექსტი. რაც ყველაზე საინტერესოა,
ვოკალის გენერირება შესაძლებელია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ესპანურად, გერმანულად, იაპონურად და სხვა. რამდენიმე წუთში პლატფორმა ქმნის სტუდიური ხარისხის სრულად დასრულებულ კომპოზიციას, რომელიც მზად არის გამოსაყენებლად. რა არის 11 Labs-ის მთავარი უპირატესობა, რაც მას კონკურენტებისგან მკვეთრად განასხვავებს? AI მუსიკის გენერატორების, როგორიცაა Suno და Udio, მთავარი პრობლემა და თავის ტკივილი საავტორო უფლებებია. მათ არაერთხელ დასდეს ბრალი იმაში, რომ საკუთარი მოდელები დაატრენინგეს საავტორო უფლებებით დაცულ მუსიკაზე, შემსრულებლებისა და ლეიბლების ნებართვის გარეშე, რასაც დიდი სასამართლო დავებიც მოჰყვა. 11 Labs-მა სრულიად განსხვავებული გზა აირჩია. პროდუქტის გამოშვებამდე კომპანიამ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა მუსიკალური ინდუსტრიის ისეთ გავლენიან ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Cobalt და Merlin Network. ეს ორგანიზაციები ათასობით დამოუკიდებელი არტისტისა და ლეიბლის უფლებებს წარმოადგენენ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ 11 Labs-ის მოდელი დატრენინგებულია ლიცენზირებულ მუსიკალურ ბაზებზე. ამ პარტნიორობის ფარგლებში არტისტები, რომელთა მუსიკაც ტრენინგის პროცესში გამოიყენება, ფინანსურ სარგებელს მიიღებენ. შესაბამისად, 11 Labs Music-ის მიერ შექმნილი მუსიკა ლეგალურია იურიდიული თვალსაზრისით და მისი გამოყენება კომერციული მიზნებისთვისაც სრულიად უსაფრთხოა. მომხმარებლებს არ მოუწევთ იმაზე ნერვიულობა, რომ YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოს საავტორო უფლებების დარღვევის გამო დაუბლოკავენ. ვაგრძელებთ AI ინდუსტრიის ყველაზე აქტუალური სიახლეების მიმოხილვას და ამჯერად ჩვენი ყურადღების ცენტრშია Elon Musk-ის კომპანია XAI და მისი ენობრივი მოდელი Grok. თუკი აქამდე AI მოდელების სამყაროს ლიდერებად OpenAI-ის GPT და Google-ის Gemini მიიჩნეოდნენ, XAI-მ გადადგა ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა ძალთა ბალანსი სერიოზულად შეცვალოს. კომპანიამ ოფიციალურად გამოუშვა თავისი უახლესი მოდელი Grok 4 და რაც ყველაზე მოულოდნელი და მნიშვნელოვანია, ის მომხმარებლებისთვის უფასო გახადა. მოდით დეტალურად განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს და რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებას AI-ის მომავალზე. Grok 4 არის XAI-ის მიერ შექმნილი უახლესი და ყველაზე მძლავრი დიდი ენობრივი მოდელი. ის წარმოადგენს Grok-ის სერიის მომდევნო თაობას. დეველოპერების თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შესაძლებლობები აქვს ლოგიკურ აზროვნებაში, კოდის წერასა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრაში. Grok-ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის რეალურ დროში წვდომა სოციალურ ქსელ X-ზე არსებულ ინფორმაციაზე. ეს მას საშუალებას აძლევს გასცეს პასუხები ყველაზე აქტუალურ და მიმდინარე მოვლენებზე, რითაც ის განსხვავდება სხვა მოდელებისგან, რომელთა ცოდნა, როგორც წესი, კონკრეტული თარიღით არის შემოფარგლული. Grok 4 ამ შესაძლებლობას ინარჩუნებს და კიდევ უფრო აუმჯობესებს. გარდა ამისა, Grok-ი ცნობილია თავისი იუმორით სავსე პასუხების სტილით, რაც Musk-ის პერსონალური სტილის ანარეკლია. თუმცა Grok 4-ში, როგორც ჩანს, დიდი აქცენტი გაკეთდა არა მხოლოდ პიროვნულ სტილზე, არამედ მოდელის ფუნდამენტურ შესაძლებლობებზე. რატომ გადადგა Elon Musk-მა ეს ნაბიჯი? Elon Musk-ი დიდი ხანია აკრიტიკებს OpenAI-ს, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი თავადაც იყო. იმის გამო, რომ კომპანიამ უღალატა თავდაპირველ მისიას, შეექმნა ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის სასიკეთოდ და კომერციულ დახურულ ორგანიზაციად გადაიქცა. Grok 4-ის უფასოდ გამოცხადებით, Musk-ი ერთის მხრივ საკუთარ პრინციპებს ამკვიდრებს და ცდილობს AI-ის განვითარება უფრო დემოკრატიული და ყოველთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მეორე მხრივ, ეს სტრატეგიული სვლაა. ის აჩქარებს ინოვაციას და ზრდის XAI-ის გავლენას ბაზარზე, რადგან დეველოპერები მთელი მსოფლიოდან დაიწყებენ Grok-ის ეკოსისტემის გარშემო ახალი პროდუქტების შექმნას. ეს გახდა ჩემს ხელთ არსებული ბოლო სიახლე, რომლის გაზიარებაც მინდოდა დღევანდელ ვიდეოში. იმედია მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბები შეიტყვეთ ხელოვნური ინტელექტის სამყაროდან. თუ მოგეწონათ ამ ტიპის ფორმატი და გსურთ, რომ AI სიახლეების რუბრიკა მომავალშიც გავაგრძელო, რეგულარულად მოგიყვეთ ამ სფეროში მიმდინარე პროცესებზე, გთხოვთ აუცილებლად დამიწეროთ ამის შესახებ კომენტარებში. ასევე თუ ვიდეო სასარგებლო და ინფორმაციული იყო, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ დაალაიქოთ. თითოეული თქვენი ლაიქი ეხმარება ალგორითმს, რომ ეს ვიდეო უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს აჩვენოს. და რა თქმა უნდა, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ არხი, ახლა ამის საუკეთესო დროა, გამოიწერეთ და ჩართეთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოტოვოთ მომავალში კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები. მადლობა რომ იყურეთ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.